შვიდად კოტრიალობ ლოგინში და უეცრად უცნაურად გრძნობ თავს. ვერაფრის დიდებით ვერ ხვდები თუ რა გავიწყდება, მაგრამ გრძნობ, რომ რაღაცა აშკარად არ გახსოვს. და უეცრად გაგახსენდა, რომ ხვალ გაქვს გამოცდა. გამოცდა, რომლისთვისაც მზად საერთოდ არ ხარ. და როგორმე ეს გამოცდა უნდა ისწავლოს 3 საათში. გარკვეული დროის შემდეგ იმედები უკვე გეწურება. მაგრამ რაღაც უნდა მოვიფიქრო. მოდი ვისაუბროთ გამოცდებზე. ჩემი აუდიტორიის 99%-ს დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გამოუცდია გამოცდაზე ყოფნის სტრესი. გამოცდას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ ამავდროულად ბევრი ნეგატიურიც. მე ვეცდები აუცილებლად, რომ ჩავრთო მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ჩემი აუდიტორია და მათი აზრი მოვიტანო თქვენამდე. და ბოლოს ვეცადოთ, რომ გამოვიტანოთ ობიექტური დასკვნა. გვჭირდება თუ არა გამოცდები დღეს. მაგრამ პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, თუ საიდან მოდის გამოცდები. მოდი დავიწყოთ თავიდან. ძველი წელთაღრიცხვით 2000 წელი. ჩინეთი. პირველი წერითი გამოცდები ჩვენ შეხვდება ჩინეთის იმპერიულ საგამოცდო სისტემაში, სადაც კანდიდატები წერდნენ ესეებს და პასუხობდნენ ფილოსოფიურ კითხვებს. რენესანსის პერიოდში 1400-დან 1600-იან წლებში განსაკუთრებულად გავრცელდა წერითი გამოცდები ევროპაში. სტრუქტურირებული წერითი გამოცდები გაჩნდა 1700-დან 1800-იან წლებში. ევროპაში და ამერიკაში სკოლებში უკვე დამკვიდრებული იყო ესეების, მათემატიკური ამოცანების და თარგმანების გამოცდა. ნელ-ნელა იხვეწებოდა წერითი გამოცდები, რასაც ტესტები უწოდეს. ხოლო 1855 წელს ჰორას მენმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად შემოიღო წერითი ტესტები. ამოწყდეს ერთ დღეს. 1800-იანების ბოლოს ჰარვარდის მსგავსმა უნივერსიტეტებმა დააწესეს წერითი მისაღები გამოცდებიც. ხოლო მე-20 საუკუნეში ჩვენ უკვე ვხვდებით ისეთ ტესტებს, როგორსაც დღესდღეობით ვიცნობთ. წარმოიდგინეთ, მთელი 1 საუკუნე გავიდა და ზუსტად იდენტური ტესტები გვაქვს. და მაგალითისთვის, რომ გავიგოთ თუ რამდენი რამ შეიძლება შეიცვალოს 100 წლის მანძილზე, ავიღოთ ეს ორი ავტომობილი. ერთი არის მე-20 საუკუნის, ხოლო მეორე არის 21 საუკუნის. ერთ-ერთ შეუძლია 60 მილის 100 კილომეტრის განვითარება და მეორეს 350 მილის. აგრეთვე შეგვიძლია გავაკეთოთ ანალოგიური დაკვირვება ტელეფონებზეც. მე-20 საუკუნეში ტელეფონები გამოიყურებოდა აი ასე და დღესდღეობით გამოიყურება ასე. სად ერეკლე და სად მოდი უცბად ჩამოთვალოთ თუ რა შეიცვალა 100 წლის მანძილზე. ტელევიზორები, მაცივარი, გაზღურა, ჩაცმის სტილი, გართობის საშუალებები, ინფორმაციის მიღების წყარო, სათამაშოები, მედიცინა, ტრანსპორტირება, შოპინგი, კამერა, მუსიკა, კომპიუტერები, რა გაგინდათ? დღეს მაგ ბოლო გამოცდა ჩაფუთნული ვარ, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ აი ესეთი ამინდია გარეთ. ხო, კარგი ამინდი ნახდათ არ არის და თბილისში უნდა წავიდე ისევ. სხვა გზა არ არის. გორში ვარ, სოკარის გაჩერებაზე მივმართავ სოკარს, როგორ ბრძანდებით. აი აგერ ვარ. ძალიან ლამაზი თები გვაქვს სხვათა შორის მინდა ვაღიარო. ხო, მოკლედ, წყალი ავიღე, იმიტომ რომ გამოცდისთვის საჭიროა წყალი ოქონდეს. დღევანდელი ვიდეოს სპონსორია ჯეტი. თუ გადმოწერთ ჯეტის აპლიკაციას, შეგიძლიათ შეიყვანოთ ეს კოდი და დასაჩუქრდებით 5 ლარიანი ვაუჩერი სრულიად უფასოდ. ხო, აი, რეალურად ამ წამსაც ვერ ვიყავი კარგად. რაღაც მოვედი თუ არა გამოცდაზე, არა იმის გამო რომ მზადა ვარ, არამედ იმის გამო რომ ვერ ვიყავი ცუდად. აქ ისახება ერთი სერიოზული პრობლემა. გარემო პირობები დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. გამოცდის დროს ძალიან რთულია მშვიდად ყოფნა. როგორი მომზადებულიც არ უნდა იყო. გეშინია, ვაი და ჩავიჭრა. ვაი და ის არ მოვიდეს, რისთვისაც მზად ვარ.
ვაიდა ვერ შევძლო იმის დამტკიცება, რომ ცოდნა მაქვს. და ზუსტად ამიტომ არ მომწონს მე ტესტური გამოცდები. რადგან პირისპირ ლექტორთან შეიძლება აჩვენო შენი ცოდნა. ლექტორიც დაინახოს და მიხვდება რის თქმას ცდილობ. თვითონაც გაგიგებს, მოგეხმარება, დაგარიგებს, ან თუნდაც კითხვას შეგიცვლის. არა იმიტომ რომ ვითომ ჩააბარო, იმიტომ რომ შენი ნამდვილი ცოდნა გამოამჟღავნო. და ტესტებზე ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ტესტს ვერავინ ვერ შეგიცვლის. და სწორედ ამიტომ ფიქრობ რომ ტესტური გამოცდები არის ცუდი. ჩემი ემოციები არ მოდიოდა იმისგან რომ მე არ ვიყავი მზად. ეს უბრალოდ შფოთვა, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვები. და ამ შფოთვის გამო ძალიან მიჭირს გამოცდების დაწერა. დარწმუნებული ვარ ბევრი ჩემნაირია. ამ დროსაც აი ამ კადრებში მე პანიკური შეტევები მაქვს და ვცდილობ რომ ყურადღება გადავიტანო და წარმოიდგინეთ როგორ რთულია ტესტის დაწერა, როდესაც ცუდად ხარ. მოკლედ, ამ წამს დავამთავრე ბოლო გამოცდა. ჩვენ ვარ უნივერსიტეტის პარკინგზე, უბრალოდ ვაყენია. ხო, უნივერსიტეტის პარკინგზე ვარ და მივდივარ სახში და მოკლედ გავაგრძელოთ ვიდეო. ძალიან საშინელება იყო დავიტანჯე. აივა, ჩავთვალოთ და გავაუქმეთ გამოცდები. სანაცვლოდ რა უნდა გავაკეთოთ? ავიღოთ მაგალითად ჩემი უნივერსიტეტი. მე ვსწავლობ სამედიცინო ფაკულტეტზე. შესაბამისად მივხვდებით იმასაც, რომ ლექტორები ძირითადად ვინც მასწავლიან არიან ექიმები. და მათზე უკეთესად ვის უნდა კონდეს იმისი გამოცდილება და იმისი თქმის უფლება თუ რა ჭირდება რეალურად სტუდენტს. ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა პირდაპირ მითხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ გამოცდებს თვითონ ჩაიბარებდა, სიტყვიერად, ზეპირ გამოცდებს. და ამას მივესალმები. იმიტომ შეიძლება ტესტში ზუსტად იმ მომენტში მოგივიდეს ის ტესტი, რომელსაც არ ელოდებოდი. და ამის კომპენსირება არაფრით არ შეგიძლია. მედიცინის სტუდენტი განსაკუთრებულად მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება უბრალოდ იმ მომენტში კონკრეტული რაღაც ვერ გაიხსენო. ესეთი რაღაცები ხდება. ჩვენ ადამიანები ვართ და ყველას ჩვენი, ასე ვთქვათ, მინუსები გვაქვს. ჩემი აზრით, ძალიან კარგი ვარიანტი იქნება თუ უშუალოდ ლექტორი ან უშუალოდ მასწავლებელი ჩაიბარებს გამოცდას ზეპირად. რადგან ის დაინახავს თქვენ ცოდნას და თუ მიხვდება რომ უკვე რაღაც იცით, ზედმეც არც კი გალაპარაკებთ, იმ წამს გაგაჩერებთ და გეტყვით რომ გულა უკვე დაწერილი გაქვს. როგორც იქნა დავამთავრე გამოცდები, მაგრამ საკმაოდ დიდი სტრესი დამიტოვა. არა იმიტომ რომ მომზადებული არ ვიყავ. უბრალოდ შიშის განცდა მქონდა. არა და რაც ჩავაბარე, რაც დავწერე, ყველაფერი ჩავაბარე. მაგრამ ამის და მიუხედავად, ის ნერვიულობა რაც მომიწია, ხო ნამდვილად გავიარე. ის ხო ვერსად ვერ წავა. ვიდეოს დასაწყისში გითხარით რომ მინდოდა ბევრი ადამიანი ჩამერთო ამ ვიდეოში. როგორც იუთუბერები, ასევე გამგლელები, ნებისმიერი გამომწერები აზრი არ ქონდა ამას. სამწუხაროდ, არავინ არ ისურვა ჩავერთვა. ხო და თქვენ თუ გენდომებათ, რომ შემოგვიერთეთ მსგავსი ვიდეოების გადაღებაში, აი აქ ამოვარდა ჯგუფი, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ, ან თუნდაც არხი გამოიწევთ და community პოსტებს ადევნოთ თვალი. იმიტომ რომ მსგავსი სერიოზული ტიპის ვიდეოებს კიდევ ბევრს გადავიხებთ. ეს არის მაგდა ხაჩიძე, ჩემი ნათლული და მაინტერესებს მესამე კლასში 9 წლის ბავშვს როგორი გამოცდილება აქვს ტესტებთან. მე ვარ მაგდა ხაჩიძე, 9 წლის. სწავლობ მე-4 საჯარო სკოლაში. მესამე კლასის მოსწავლე ვარ. წერითი გამოცდა გირჩევნია თუ ზეპირი? წერითი. და რატო გირჩევნია წერითი? ძალიან სახალისოა ჩემთვის, ცოტას კი ვნერვიულობ, მაგრამ ესე უფრო მარტივია ჩემი აზრით. პირველად როცა ვიყავი დაწერაში გამოცდაზე, მაშინ ძალიან ვინერვიულე და პირველზე ვინერვიულე რა, ანუ და შემდეგებზე არა, მათემატიკის კინგზე მივიღე მონაწილეობა. კარგი მაგდა. მადლობა. ნახვამდის. ახლა კი გავარკვიოთ გამომწერების აზრიც. მე დავწერე პოსტი, სადაც ვკითხულობთ, არის თუ არა საჭირო გამოცდები ჩვენ დღევანდელობაში. თუ გინდათ რომ მსგავს რაღაცაში მონაწილეობა მიიღოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 227 ადამიანმა. აქედან 77% თვლიდა რომ გამოცდები უნდა გაუქმდეს, ხოლო 23% თვლიდა რომ გამოცდები საჭიროა. თქვენც დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. გაუქმდეს თუ არა გამოცდები? ერთ-ერთი მომხმარებელი გვიწერს ესეთ კომენტარს. როგორაა, იცი? საჭიროა, თან ძალიან საჭიროა. თუმცა, როცა სწავლა არ არის სათანადოდ შესაფერისი, გამოცდაზე არ უნდა დამიდო რთული ტესტი. უნიში ჩავაბარე იმიტომ რომ განათლება მივიღო და არა იმიტომ რომ გამოცდისთვის ჩემისით მოვემზადო და ისედაც სტრესული პერიოდი კიდევ უფრო დავისტრესო. ერთ-ერთი კომენტარი ესეთი შემხვდა. რო ვიხსენებ, სტრესთან არის ასოცირებული გამოცდები.
სკოლის, უნის, პრავის და საერთოდ ყველაფრის მგონი. ერთ-ერთმა გამომწერმა კი ესეთი რაღაც მომწერა. ახლა ერთი კვირის წინ პირველად ვწერე გამოცდა ქართულში და დღეს გავიგე ნიშანი. სანამ გამოცდა გვექნებოდა, 2 კვირა გვეუბნეოდა, რომ ცუდ შედეგს მივიღებდით. თუმცა, ავდექი და 51-დან 54 ავიღე და მასწავლებელმა მეორეჯერ აიღეთო 50-ო. ეს ფსიქოლოგიურად მაინც წნეხია. ასევე თავისი აზრი მითხრა, რომ ზოგადად ყველაზე მეტად ის აშინებს, რომ მშობლები, ახლობლები, ნათესავები, მეგობრები რას იტყვიან ჩემს ნიშანზე. და ეს არ არის იშვიათი.